ეხლა გასწავლით, როგორ უნდა გამოიყენოთ საიტი ბიუჯეტური წერტილი G. როგორ უნდა დავჯავშნოთ ბილეთი და როგორ უნდა დავჯავშნოთ სასტუმრო. ასევე გასწავლით ყიდვასაც. პირველივე გვერდზე, როგორც კი შემოდიხართ, ძალიან მარტივად არის, მე მგონი ყველაფერი. და შესაბამისად ვიწყებთ ძებნას, მაგრამ თუ არ ვიცით სად გვინდა რომ წავიდეთ და რა ვნახოთ, პირველი რასაც მე ვაწვევი ხოლმე არის ეს, სადმე ძალიან იაფად. ყველას დაბალფასიან ბილეთებს გვთავაზობს ეს ვარიანტი. ნუ მაგალითისთვის ავიღოთ ლარნაკა. შესანიშნავი ფასია 20 ნოემბერი, 26 ნოემბერი. ქუთაისიდან პირდაპირ ფრენა ლარნაკაში. თუ ეს პერიოდი არ მოგწონს, უბრალოდ სხვა თვეს მონიშნავთ, ივლისი მაგალითად. ივლისში $106 არის. 6 ღამე, 2 ივლისი, 8 ივლისი. კაი, მაგალითისთვის ეს ავიღოთ. ესე იგი, ქუთაისიდან ლარნაკა ივლისის 2 დავაწვევით ძებნის დაწყებას. ეგრევე გამოდის საიტი, საიდან შესაძლებელია უკვე მოძებნოთ გადამყიდველი ამ შემთხვევაში. და უკვე ლარში გიჩვენებთ. საუკეთესო ვარიანტი არის ეს, 2 საათს და 10 წუთში ჩახვალთ. ყველაზე იაფიანი ვარიანტები იქნება აქ. ვირჩევ. უკან დაბრუნების ბილეთსაც ახლა ვირჩევ და 0 ლარი ამ შემთხვევაში 0 ლარიანს ვირჩევ. და გვაქვს უკვე გადამყიდველები. გვაქვს საშუალება რომ ვიყიდოთ Trip.com-ზე, Bravofly-ზე, Kiwi.com-ზე, Ticketjee-ზე, უფრო მეტი პირდაპირ Wizz-Air-ის საიტზეც შეგვიძლია ვიყიდოთ. ნახეთ აქ რა ხდება, Wizz-Air უფრო ძვირად ყიდის, იმიტომ რომ დოლარის კონვერტირებას აკეთებს. ანუ ლარიდან აკეთებს დოლარში კონვერტირებას. მაგრამ ჩვენ თუ ჩვენს ანგარიშზე გვაქვს უკვე დოლარი, მაშინ ნამდვილად ამ თანხის გადახდა მოგვიწევს. ოღონდ, დოლარი უნდა გქონდეთ შესყიდული შესაბამისად იაფად. ამ შემთხვევაში მოდი Wizz-Air ავირჩიოთ, იმიტომ რომ უფრო სანდოა. ზოგადად ის საიტებიც სანდონი არიან, უბრალოდ Wizz-Air-მა რო გააუქმოს ფრენა, ის საიტები ვერ დაგეხმარებიან თანხის ანაზღაურებაში. Wizz-Air კიდე ვალდებულია რომ თანხა გინაზღაუროთ. ვირჩევ პირველ ვარიანტს, ან ყველაზე დაბალფასიანს. 2 ივლისი, საათებს ვაკვირდები. აქ არაფერს არ ვაწვევი, პირდაპირ continue. უკან დაბრუნების ბილეთსაც აქ ვევიძენ. 199 ლარი. Continues ვაწვევი. ქვემოთ continue. ვავსებთ მონაცემებს. აქ ვირჩევთ, რომ არ გვინდა არანაირი დამატებითი ბარგი და აქ ვირჩევთ, რომ მარტო ზურგჩანთა გვაქვს. ვაწვევით continuous. აქ რეკომენდირებულია თქვენი აკაუნტი გქონდეთ და შეხვიდეთ თქვენს აკაუნტში. ამ პროცედურას გამოვტოვებთ, თუ კონკრეტული სკამი არ გვინდა და დამატებითი ხარჯი თუ არ გვინდა, უბრალოდ მოგვიანებით არჩევას დავარწმებით, მაგრამ რეალურად არაფერს არ ვირჩევთ, იმიტომ რომ სკამი ისედაც გვეკუთვნის. შემდეგ გვერდზეც continue ღილაკს ვაწვევით ბოლოში. აქ კი უკვე ბარათის მონაცემები შეგვყავს და ამ თანხას ვიხდით.
სულ ეს არის ბილეთის ყიდვა. გაფრენამდე 24 საათით ადრე ჩეკინი უნდა გაიაროთ. ჩეკინი არის რეგისტრაცია, რომ ნამდვილად გამოცხადდებით აეროპორტში და ნამდვილად მიფრინავთ. მეილზე მოგივათ ჩეკინი რომ უნდა გაიაროთ, თქვენი პასპორტის მონაცემები იქნება შესაყვანი. ზუსტად ისე უნდა შეიყვანოთ პასპორტში, როგორც წერია. ამ საიტზე ზუსტად ისე უნდა შეიყვანოთ, როგორც პასპორტში წერია. სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, პასპორტის ნომერი. თუ ვინცობა და ვერ ნახეთ ეს ფრენა, შესაბამისად საიტი გვაძლევს კიდევ საშუალებას, რომ ორი სხვადასხვა გვერდიდან მოვძებნოთ ეს ფრენა. კაიაკიდან $100-ია. მაგრამ ხანდახან იკლებს, დაიკლო. $100 იპოვნა. და Skyscanner-ზე შეგიძლიათ უკვე პირდაპირ ლარში მოძებნოთ. ლარის ვალუტაში მოძებნოთ. პროცედურა ისევ იგივეა. Select დააწვევით, continue. გთავაზობთ რამდენიმე გადამყიდველს. ყველაზე იაფიანს ამოირჩევთ, თუ გინდათ გარისკვა, თუ არა და ვიზიერს ირჩევთ. Select-ს აწვევით და ისევ ვიზიერის საიტზე გადადიხართ. და პროცედურა იგივეა. კარგი, ბილეთი გვაქვს ნაყიდი, ახლა სასტუმრო გვინდა. ჩვენ ვიცით, რომ ლარნაკაში მივდივართ. 02-08 ივლისი. გადავდივართ იაპ სასტუმროებში, წერთ ლარნაკას. ივლისის 2-8. გვაქვს აქ რამდენიმე ვარიანტი. სასტუმროს ძებნა, სანახაობების ძებნა, ChatGPT-ის მიერ დაგეგმვა მთლიანი მოგზაურობის და რა ჭდება ცხოვრება ლარნაკაში ამ შემთხვევაში. შედარებას გააკეთებს თბილისთან და ლარნაკას ფასებთან. ამ შემთხვევაში ჯერ სასტუმრო ვნახოთ. საიტი პირველ შესვლაზე აჩვენებს ხოლმე თურქულ ლირაში, ამიტომ ზემოთ შეგიძლიათ გადაიყვანოთ დოლარზე. სავარაუდოდ შევცვლი ამ გვერდს, იმიტომ რომ აქამდე არ აჩვენებდა თურქულ ლირაში, ყოველთვის დოლარში აჩვენებდა. და აქ გვაქვს $30 ერთი ღამე. მთლიანი სახლია პრაქტიკულად. ასევე შეგიძლიათ დამატებითი ფილტრი ჩართოთ, როგორც არის breakfast-ი რო შედიოდეს, ან ბასეინი, ან და სხვა დამატებითი ფუნქციები. ამ შემთხვევაში მარტო breakfast-ი მოვნიშნე. breakfast-იანად უკვე $66 არის. კი ბატონო, ვირჩევ ამ ვარიანტს. აქაც გადაყვავს ინგლისურზე. და ვალუტაც დოლარზე. $52. მაგალითად ეს ვარიანტი ვნახოთ. სასტუმროა, როგორც ჩანს, თავის ბასეინით და დიდი ოთახით. ვაწვევით books, შეგყვავს ჩვენი მონაცემები, სახელი, გვარი, ბარათის მონაცემები და ეგრევე ყიდულობთ. თუ არ ხართ დარწმუნებული წახვალთ თუ არა ან სხვა სასტუმროს ფიქრობთ, შეგიძლიათ free cancellation-ით დაჯავშნოთ და არაფერს არ გადაიხდით ივნისის 26-მდე ამ შემთხვევაში. ივნისის 26-ის შემდეგ ბარათიდან ჩამოგაჭრეთ ამ თანხას. ეს არის ერთი ღამის თანხა რეალურად. მაგრამ არის უფრო იაფადაც.
პრინციპი ეს არის, ყველა საიტზე სადაც გადახვალთ, სახელი გვარი იქნება შესავსებული და ბარათის მონაცემები. რამოდენიმე ვარიანტს გთავაზობთ აქედან. მაგრამ პრინციპი არის აბსოლუტურად ერთი და იგივე ყველა საიტზე. Booking-საც კი გთავაზობთ, როგორც ხედავთ, მაგრამ Booking-ი ყოველთვის ზედმეტს ამატებს. თუ ვერ ვიპოვეთ იმ საიტზე, ამ შემთხვევაში ბიუჯეტური კიდე გთავაზობთ ორ ვარიანტს, Airbnb-ზე ძებნას და Google Rookie-თ ძებნას. Google Rookie-თ ძებნა ვიღაცისთვის შეიძლება ცოტა მოსახერხებელი იყოს. პირდაპირ ხედავთ ლარნაკას ტერიტორიაზე სასტუმროს ფასებს. ოღონდ ეს არის ერთი ღამის ფასები. შეგიძლიათ დაუწიოთ და შესაბამისად იმ სასტუმროებს ამოაგდებს რა ფასის სასტუმროებიც თქვენ გინდათ. მონიშნავთ ეს ჰოსტელია ახლა. და შესაბამისად აგერ ნახავთ, რომ Agoda-ზე და Booking-ზე არის ეს სასტუმრო 200 ლარად ერთი ღამე. თუ სასტუმრო არ გინდათ და კერძო სახლი გინდათ, Airbnb-ის ღილაკს დააწვევით. იგივე პერიოდზე ორ კაცია ყველა ეს სასტუმრო არის ორ კაცზე გათვლილი. აქ უკვე მთლიან total price ხედავთ. ეს ფასებიც თუ არ მოგწონთ, შეგიძლიათ დაუწიოთ ამ ფასებსაც და მთლიანი სახლია პრაქტიკულად. ძალიან ბევრი არჩევანია, ასე რომ უბრალოდ უნდა დაჯდე და მოძებნო და ნებისმიერ ფასის ბინას და სასტუმროს და ჰოსტელს იპოვნით. უბრალოდ გავაერთიანე ეს ყველაფერი ერთ პლატფორმაზე. კაი, სასტუმრო გვაქვს დაჯავშნილი. რა უნდა გავაკეთოთ ახლა ამ ლარნაკაში რო ჩავალთ? სანახაობებს დააწვევით და Booking.com-ის გავლით ნახულობთ ტურებს. სამოგზაურო ტურები, მუზეუმის ტურები, აი გემით გასეირნება კრუიზი, მინი კრუიზი 31 ლარში. 47 ლარში. ანუ სიამოვნებით წავიდოდი ახლა გემით ლარნაკაში რო ვიყო. აი ანაპაზე გასვლა. ძალიან ბევრი აქტივობებია, უბრალოდ მოძებნა უნდა და ძალიან იაფად არის. ამ შემთხვევაში Booking.com-ზე აკაუნტი დაგჭირდებათ და ძალიან მარტივია აქედან ამ პერიოდში ამ მოგზაურობების და ამ ტურების დაჯავშნა ძალიან მარტივად არის Booking.com-დან. და რაც თავარია, არავინ არ გატყუებთ. თუ ვინმე მოგატყუებთ, რაც ძალიან იშვიათად ხდება, თუ რაღაც ეგეთი მოხდა, შეგიძლიათ გაასაჩივროთ Booking.com-თან და საიტი თვითონ ფულს დაგიბრუნებთ. სანახაობების დავჯავშნეთ, რა უნდა ვაკეთოთ სხვა კიდევ. ChatGPT-ს დაგეგმეთ. ანუ ChatGPT მთლიანად დაგეგმავს თქვენს მოგზაურობას, რა უნდა გააკეთოთ 7 დღიანი მოგზაურობაში, რა უნდა ნახოთ, როგორი ტემპერატურა, როგორი ამინდია. პირველი 2 ივლისს რა უნდა გააკეთოთ, მეორე მესამე დღეს რა უნდა გააკეთოთ. სრული გეგმა იქნება. რა უნდა ნახოთ, რა უნდა ჭამოთ, ანუ ასე ვთქვათ, მთელი კვირის გეგმას დაგიწერთ. ან რამდენი დღითაც მოგზაურობთ, იმ გეგმას დაგიწერთ მთლიანად. და თუ რამე შეკითხვები გაქვთ, აქაც შეეკითხებით, თუნდაც ქართულად და ჩვეულებრივად გიპასუხებთ ქართულად. ნებისმიერ თემაზე, ნებისმიერ საკითხზე. და რა ჯდება ცხოვრება. ამ შემთხვევაში ფასებს ხედავთ რესტორანი. ჩვენთან თუ 30 ლარია, იქ 46 ლარია. სტანდარტული. ორ კაცზე 120 ლარს თუ ვიხდით ჩვენთან რესტორნებში, იქ 155 ლარს იხდით. და აქ არის აბსოლუტურად ყველაფერი დაწყებული ბილეთის პასიდან, ავტობუსით, ჩვენთან თუ 2 ლარია, იქ 7.59 არის. აბსოლუტურად ყველაფრის ფასს ნახავთ. აი რაც გაგიხარდებათ ყველაფერი.
კიდე ბევრი ფუნქცია ამ საიტზე, ამ ბევრი რაღაც დავამატე. ნელ-ნელა უნდა გადახედოთ და დააკვირდეთ. აი, ფასის პროგნოზირება არის ახლა ბოლო განახლება. წერთ, საიდან მიდიხართ, სად მიდიხართ, რომელ რიცხვებში მიდიხართ და დაგიანგარიშებთ, არის თუ არა კარგი ამ პერიოდში ბილეთის ყიდვა. თუ რეკომენდირებულია მოცდა და მერე ვიყიდოთ. თუ ძალიან კარგი ფასია და მოდი განახებთ. რეალურად რას აკეთებს ეს? ლარნაკა ამ შემთხვევაში. ივლისის 2, ივლისის 8. ანუ ეს გვერდი ამ შემთხვევაში პროგნოზირებას აკეთებს, რამდენად ძვირად ყიდულობ ამ ბილეთს და რამდენად იაფად ყიდულობ. და არის თუ არა შანსი, რომ ფასმა დაიკლოს. როგორც ჩანს, 8%-ია შანსი, რომ ფასმა დაიკლოს. ანუ არ დაიკლებს ფასი. პირიქით გაძვირდება. თუ ეს პროცენტი მაღალია, ამ შემთხვევაში არის შანსი, რომ კიდევ ფასმა დაიკლოს ცოტათი მაინც. აქვე მიზეზი წერია, რატო არ დაიკლებს და თუ რომელიმე ფასი მისაღებია თქვენთვის, აქედანვე შესაძლებელია, რომ გადახვიდეთ. და მოძებნოთ მაგ პერიოდში ლარნაკა. მაგრამ ჩვენ თბილისიდან მივუთითეთ და ამიტომაა ეს ფასები. ქუთაისიდან მივუთითოთ. შედარებით უკეთესი ფასი უნდა მოგწეს. კი ბატონო, ფასის დაკლების შანსი კიდევ არის 57%-ია. ისედაც კაი ფასია. საუკეთესო ფასი წერია თან. მაგრამ არის პატარა შანსი კიდევ არის, რომ დაიკლებს. და პრინციპში აქედანვე შეგიძლიათ უკვე გადასვლა. და ისევ Skyscanner-დან გავალთ ვიზი არის ოფიციალურ გვერდზე. სულ ეს არის. თუ რამე შეკითხვები გექნებათ, მომწერეთ Messenger-ში ან Instagram-ზე და შეძლებს დაგვარად დაგეხმარებით. ასევე რამე იდეები თუ გექნებათ რა დავამატო, ეგეც მითხარით დავამატებ. ბედნიერი მოგზაურობა და კარგად.